კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი მაგისტრალების მშენებლობა დაიწყო. თბილისის მონაკვეთები, სადაც ყველაზე ხშირია საცობები, 7 ახალი ესტაკადა აშენდება. აღარ შუქნიშნების მთელი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლა შეფერხების გარეშე აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ლაგუნავერეს ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე თითქმის ყველა შუქნიშანი გაუქმდება და მანქანები გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ. ეს კი მას შემდეგ მოხდება, როდესაც ამ მონაკვეთზე ახალი ესტაკადები, გვირაბები, პანდუსები და სამანქანო ხიდები აშენდება. პირველი მშენებლობა გალაქტიონის ხიდთან დაიწყო, აქ 100 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება. იქნება პირდაპირ ორზოლიანი ფართე გზა, გვირაბი 100 მეტრი და მისასვლელები 100-ში. სულ მთელი გზა 300 მეტრის სიგრძის, რომელიც განტვირთავს მთლიანად მოძრაობას. ფილარმონიიდან ახალი ესტაკადის გავლით გავდივართ საბურთალოზე ან თამარ მეფის ხიდზე. გმირთა მოედანს კიდევ ერთი ახალი ესტაკადა დაემატება. ფილარმონიიდან თამარ მეფის ხიდისკენ და ვერესხეობის მაგისტრალისკენ მოძრაობა ახალი გზებით იქნება შესაძლებელი. გმირთა მოედანზე დღეს არსებულ ორდონიან ტრასას კი საბურთალოს მიმართულებით ახალ მოკლე მაგისტრალს მიაშენებენ. მოძრაობა გამარტივდება ორთაჭალიდან საბურთალოზე მოხვედრის შემთხვევაში. ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი მანქანა ისარგებლებს ახალი ესტაკადით. ლაგუნა ვერედან დიღმის მიმართულებით გადასვლა მოხდება ასევე ახალი ესტაკადით. გრანდიოზული პროექტის პირველი მშენებლობა დღეს უკვე დაათვალიერა თბილისის მერმა. პროექტის მიხედვით ქალაქის იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირია საცობები, 7 ახალი ესტაკადა აშენდება. ეს არის ერთ-ერთი ხერხემალი მარჯვენა სანაპირო და ყველაზე გადატვირთული ლაგუნა და ეს იყო. მაგრამ აქ თავარი ეს მომენტი არის ზუსტად რომ თუ ერთ ადგილი სხვა შორის ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ერთდროულად რატო დავიწყო. ერთის მხრივ ბუნებრივია შეფერხებები გვექნება სანამ სამუშაო ერთის. მაგრამ მეორეს თავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მონაკვეთი რო გააკეთა სხვა დატოვო, ყველა შემთხვევაში ძაბრისებ ეფექტს სხვა ადგილას დაგისაცობდა. ამიტომ თუ აკეთებთ ეს ერთიანად უნდა გააკეთოს. ავტომანქანებით გადაადგილება გამარტივდება ორთაჭალის ტერიტორიაზეც. სიონის ეკლესიის მხრიდან ამ მიმართულებით მიმავალი მანქანები ბალნეოლოგიური საავადმყოფოს წინ ახალი გვირაბის გამოყენებით ზედა სანაპიროზე გადავლენ. ლესელიძეზე მოსახვედრად კი ახალი პანდუსი გაკეთდება. სიონის მხრიდან მანქანები იმოძრავებენ ქვედა სანაპიროზე, ახალ გვირაბამდე. გვირაბის მეშვეობით შეუერთდებიან ზედა სანაპიროს ორთაჭალაში მოსახვედრად. ორთაჭალიდან ახალი ესტაკადის გავლით მოხვდებით სანაპიროს ზედა ზოლზე, ან ქვედა ზოლით გავაგრძელებთ მოძრაობას სიონისკენ. ლესელიძიდან სიონისკენ მოსახვედრად ავდივართ პანდუსზე და გამანაწილებელი გზით ჩავდივართ ქვედა სანაპირო ზოლზე. ამ გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულია კერძოდ ობიექტზე მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანი, აქედან დაახლოებით 10 ადამიანი არის თბილისის მერის დასაქმების ფონდიდან დასაქმებული. ახალი გზების მშენებლობაზე 1000 ადამიანი იქნება დასაქმებული. პროექტი, რომელმაც თბილისში მარჯვენა სანაპიროზე სამანქანო მოძრაობა უნდა გაამარტივოს, 8 თვეში დასრულდება. სექტემბრის ბოლოს ახალი ესტაკადა უკვე სრულად დაიტვირთება. მშენებლობის გამო კი არც ერთი გზა არ გადაიკეტება.